ვმუშაობ და დაახლოებით 15 წლის რო გავხდი, მაშინ გამიჩნდა, ასე ვთქვათ, სურვილად, რომ მეყიდა სკუტერი და მე მუშავა კურიერად. შევაგროვე ფული ჩემი მუშაობით და შევიძინე სკუტერი შემდგომ ესე მარტივად. თბილისის გზებზე სიარული თავიდან მეგონა საკმაოდ მარტივი, თუმცა ყოველდღე სამწუხაროდ ხვდები უამრავ არაადეკვატურ მძღოლს, რომლებიც თავისი წესით ცდილობენ გადაადგილებას და უამრავ შეცდომას იდენენ გზაზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მირთულდება ყოველდღე გადაადგილება ასეთ გზებზე. ზამთარში მუშაობა საკმაოდ დისკომფორტია, ვთქვათ იმის გამო, რომ გაცვია უამრავი ტანსაცმელი, ვთქვათ იმის გამო, რომ წვიმის დროს გზის საფარი არის ძალიან სველი და მოპედი ძალიან სრიალებს და ელემენტარული ერთი წამიც კი საკმარისია, რომ რაღაც გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და ვთქვათ მოგივიდეს ძალიან სერიოზული ავარია. სამუშაოს დაახლოებით ვიწყებ 10-ზე და შებინდებამდე ვბრუნდები სახლში, რადგან არამიზან შეწოდად მიმაჩნია ღამე მუშაობა. იქიდან გამომდინარე, რომ პადიეზები არის ბნელი, ღამე სიარული უფრო ძნელია, ქუჩები არის ბნელი და გოგოსთვის მაინც არამიზან შეწოდად მიმაჩნია ღამე ამდაგვარი სამუშაოზე გასვლა. ჩემხელა ბიჭები ხშირად ცდილობენ რაღაც კავშირზე გამოსვლას ჩემთან, ვთქვათ ზარის შემდეგ ცდილობენ რაღაც SMS-ებს და ასე შემდეგ, რაზეც რა თქმა უნდა არ უპასუხობ. კურიერობის თავს ვერ გაიტან, ვთქვათ, ის ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი ხარჯები, ვთქვათ, რომელსაც ოჯახის რჩენა უწევს და ასე შემდეგ. არც ფიზიკურად ჯანმრთელობა მოგცემს იმის საშუალებას, რომ ზამთარში დილიდან ღამამდე იდგე გარეთ და ესე ყინვაში იყინებოდე, ქციოდეს და ასე შემდეგ. თანხა ძირითადად მეხარჯება სკუტერში და თანხის 30% სწავლაზე. ვთქვათ, ყოველთვიური გადასახდელები მასწავლებლებთან და ასე შემდეგ. შეკვეთები სამწუხაროდ ბოლო დროს ძალიან შემცირდა. თავიდან რომ დავიწყე მუშაობა, მეტად ბევრი იყო, ვთქვათ 5 საათში რომ ვაწერენებდი 60 ლარს, ეხლა 5 საათში 30 ლარზე ძლივს ავდივარ, იქიდან გამომდინარე, რომ შეკვეთება მოიკლო. უნივერსიტეტს რომ დავიწყებ, წესი და რიგით უფრო მეტი მუშაობა მომიწევს, იმიტომ რომ უფრო დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული ამ უნივერსიტეტის გადახდა და ამაზე მუშაობა მომიწევს უფრო მეტი სამწუხაროდ.